საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დასაკომპლექტებლად ხელახალი კონკურსი გამოცხადდა. საკუთარი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს უკვე მესამე დაჭერიდან გენო გელაძემ შესთავაზა. განცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე გადაწყვეტილება მეგობრების რჩევით და იმ გარემოების გათვალისწინებით მიიღო, რომ წინა შემთხვევებში მისი კანდიდატურის დაწუნების შესახებ ხელისუფლებამ პროცესებში დაშვებული შეცდომები აღიარა. პარლამენტს უარის თქმის მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა საკონკურსო კომისიამ განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს. ვის შორის გააკეთებს არჩევანს ქვეყნისა და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოები მომდევნო 3 დღის ვადაში დასახელდება. კენჭისყრა კი საბოლოო კანდიდატების დასახელებისაგან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა მოხდეს. ეყოლება თუ არა კონკურენტი გენო გელაძეს კანდიდატების შერჩევისას ან საბოლოო გადაწყვეტილებისას ამ დროისათვის ჩვენთვის უცნობია. გენო გელაძე აცხადებს, რომ განცხადებს მანამდე შეიტანს, ვიდრე მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საბოლოოდ არ დაკომპლექტდება. 9 წევრიან საბჭოში ამ დროისათვის 5 პოზიციაა ვაკანტური. იმის გამო რომ მე ვერ გავიგე უბრალოდ ვის რა არ მოსწონს, კონცეფცია არ მოსწონთ, გამოცდილება არ მოსწონთ, ხედვა არ მოსწონთ და ასე შემდგომ. ამიტომაც ჩავთვალე, რომ კიდევ ერთხელ უნდა გავიარო ეს ეტაპი. ძალიან მაინტერესებს მეორე წრეზე, ესე ვთქვათ, უკვე რა შედეგებს მივიღებთ იგივე კომისიის განხილვის დროს უმაღლეს საბჭოში და პარლამენტში. ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა. და ეს არ არის საიდუმლო ამბავი, ხო? პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადა ძალიან ბევრმა, ესე ვთქვათ, ქვეყნის ლიდერმა, რომ იცი რა, შეცდომა იქნა დაშვებული ამ პროცესში. თუ რა შეცდომა დაუშვეს, ამაზე არავინ არ საუბრობს და შეცდომა ალბათ იყო ისიც, რომ არგუმენტების გარეშე ადამიანებს ეუბნებოდნენ უარს და არა მხოლოდ მე. და ამ შეცდომის გამოსწორებისთვის დაუშვათ, ხო, შანსი არსებობს.